პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა, მე თუ მკითხავთ, თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლა რუსთაველის გამზირზე. იცით თქვენ, რომ ეს იყო ისტორიული კადრი, იმიტომ რომ ილიასა და აკაკის ძეგლის წინ იდგა პრეზიდენტი ზურაბიშვილი. მან ბრძანა, რომ ის დგას აქ რუსთაველზე და არის ყველას პრეზიდენტი. ანუ მან იგულისხმა, რომ ის არის იმ მოქალაქეების პრეზიდენტიც, ვინც მიზეზთა გამო არის ქართული ოცნების მომხრე, ანუ ბიზინა ივანიშვილის მომხრე, ანუ ჩვენ და სამწუხაროდ ეს მოქალაქეები ჯერაც რჩებიან, ან ახლა არიან რუსეთის მხარეს, ეს უნდა ვთქვათ. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართულ ჯარზე და თქვა, რომ ის არის ქართული ჯარის ერთგული და ქართული ჯარის იქნება სახელმწიფოს ერთგული, აგრეთვე იმ პარტნიორების ერთგული. ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზავნილია ეს, ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური გზავნილია ეს. ის იქნება ამ ჯარის ერთგული, მაგრამ ჯარიც უნდა იყოს იმ პარტნიორების ერთგული, რომლებმაც შექმნეს საქართველოს შეიარაღებული ძალები და მე გეტყვით, როდის შექმნეს, რა პერიოდიდან შექმნეს 90-იანი წლებიდან, როდესაც გაღატაკებული იყო ქვეყანა, მაგრამ პირველ ყოვლისა შეერთებულმა შტატებმა და შემდგომ რასაკვირველია ევროპამაც, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შექმნაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დუმილისა, მიუხედავად მოცემულ ეტაპზე სამოქალაქო მათ შორის პოზიციის არ დაფიქსირებისა, შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდებიან ღირსეული პირები, რომლებიც ხაზგასმით ვამბობ ამას, იარაღს კი არა იღებენ ამ რუსული ოცნების წინააღმდეგ, არამედ სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებენ. სხვადასხვა ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტია. ძალიან ბევრი ფიქრობს და მეც არაერთხელ ვიტყვამს, რომ ფოთოლი, ესე უნდა გავიშვიდოთ თითი, ფოთოლი უნდა ჩამოვარდეს რუსთაველის გამზირზე და იმ ძალას, იმ ბრუტალურ ძალას, რომელსაც გვიპირისპირებს რუსული ოცნება, ჩვენს გარკვეულწილად უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი ძალა. მეც მithქვამს მეთქი ეს, ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი მეორე პირი, ვინც ამაზე გესაუბრებათ თქვენ და ამბობს, რომ ახლა შევუტიოთ ამ ქართულ-რუსულ სპეცრაზმს თუ ბერკუტს თუ რობოკოპებს თუ აი ამ ომონს ქართულს, ეს ყოველი მეორე პირი რეალურად არის პროვოკატორი. ჩვენი ძალა როგორც ჩანს არის მაინც მშვიდობიანი აქციების გზით ხელისუფლებად წოდებული ბანდის დამარცხება და მე მესმის, რომ გაგვიჭირდება, მე მესმის, რომ უფრო მეტი ხანი ვიდგებით ქუჩაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იქნება ქართული მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით, თუნდაც გვიან, მაგრამ დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით, ანუ ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, კარგად უნდა მივხვდეთ ამას. დიახ, მშვიდობიანი აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, როგორც ჩანს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც რჩება საქართველოს პრეზიდენტად და არსად წასვლას არ აპირებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რეზიდენციიდან არ გამოვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებით ხას უსვავ, ის არ დატოვებს რეზიდენციას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს, პირველ ყოვლისა რასაკვირველია ხალხში და ხალხთან, პრეზიდენტი განაგრძობს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, ის რჩება ერთადერთ კანონიერ
ხალხს უსვამ ერთადერთ კანონიერ ლეგიტიმურ არჩეულ პირად მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ქართული ოცნება რომელმაც მიისაკუთრა ხელისუფლება და ძალაუფლება დაიტოვა ესე ვილაპარაკოთ ხო 26 ოქტომბრის შემდეგ აბსოლუტურად არალეგიტიმურია ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან კონსტიტუციის ერთგულია პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სწორედ ამის კვალ სთავაზობს ის მოლაპარაკების დაწყებას ოლიგარქ ივანიშვილს რუს ოლიგარქ ივანიშვილს რომლის ამ ფსონების რომლის წარმომადგენლების და ასე მაგალითად პრემიერად წოდებული კობახიძე აი ჩემს წინ რომ მოქალაქეები არიან ამათ თავებს ითვლის და ამბობს რომ სულ რაღაც 3000 მოქალაქე გადის რუსთაველზეო მათემატიკის მასწავლებელი წოროსანი ხავდა როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს თავად ხო ოროსანია და ოროსანია ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ხო მნიშვნელოვანი ასპექტია მეთქი ამას ვამბობ თუმცა მეორეს მხრივ ხა კობახიძის მათემატიკის მასწავლებელზე რეპლიკების რემარკების გაკეთება ალბათ მაინც არასწორია ივანიშვილს შესთავაზა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოლაპარაკებები და ვის და ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს რომ ჯერ 3000 კაცზე ბევრად მეტი 10ჯერ არა მეტჯერ მეტი 30000 40000 კაცი იყო დღეს რუსთაველის გამზირზე და გაცილებით მეტი იყო გუშინ და გაცილებით მეტი იქნება ზეგ და ივანიშვილმა უნდა დაინახოს ხალხის ნამდვილი ხალხის ძალა პარტია ხალხის ძალა ცხადია სოზარ სუბარისა და სხვების ძალას არ გულისხმობ უნდა მიხვდეს რომ ამ მოქალაქეებს ვერაფრით ვერ დაამარცხებს და მან უნდა მიიღოს შესაძლოა გვიან მაგრამ უნდა მიიღოს წინადადება რომელსაც მას უკეთებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის სახელით პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივა თუ არა ბიზინა სალომესთან გულახდილად გეტყვით რომ მე მგონია რომ არ მივა მე მგონია რომ ალბათონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინადადებას ის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ მიიღებს მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ივანიშვილი ჩარჩენილი TikTok-ებში და საკუთარ შამანურ კატის ხარშვის პროცედურებში ვერ გრძნობს ამ ხალხის სულისკვეთებას მაგრამ თუ არ მივა ივანიშვილი ხვალ პირობითად ის აუცილებლად მივა ზეგ თუ არ მივა მაინც და მაინც რეზიდენციაში ის აუცილებლად შეხვდება პირობითად ზეგ ის აუცილებლად შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს სადმე უხეშად ვლაპარაკობ რუსთაველის გამზირზე ოპერაა ჩემგან ხელმარცხნივ და ესე როგორ თქვა მაგრამ ძველ ბიჭური ტერმინი როგორ ვიხმარო მაგრამ სტრელკაზე არო შეხვედრა მათ შორის გარდაუვალია და ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი იქნება ვინც გასწირავს მისივე ამ ფსონები უწოდე მაგრამ რეალურად მის ხელქვეითებს კობახიძეს და დინარაძეს და პაპუაშვილს და ხარიბაშვილს და კალაძეს და სხვებს დიახ გასწირავს მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა ეს გადმოგდებული ბარტყები თუ თავები ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რამ რომ მან არა უпростоრად სალომე ზურაბიშვილმა დანიშნოს ხელახალი არჩევნები და ეს ხელახალი არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ჩატარდეს სამართლიანად, რის შედეგადაც ივანიშვილი და მისი ბანდა ბუნებრივია, რომ ამარცხდება და საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოექცევა ეს ხელისუფლებაში ვერ დარჩება ეს რუსული, უკაცრავად რუსულ-ქართული პოლიტიკური და რეალურად ბანდიტთა ძალა. შეშლილი კობახიძის მუქარაკი აი ამაზეც უნდა ვთქვა, იყო შემდეგი რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ასაგზეც გაამახვილა ყურადღება რაც კიდევ ერთი მორიგი სიშლეგეა კობახიზისა დარჩება 29 დეკემბრის შემდეგ პრეზიდენტადო ჩვენ შეიძლება ის დავიჭიროთ კიდეცო აი ამგვარი რემარკა ჰქონდა მართლა შეშლილ ირაკლი კობახიძეს ეხლა მე ვიტყოდი რომ სცადეთ მეთქი
მაგრამ რომ სცადონ შეიძლება გამოუვიდეს კიდეც ამ შეშლილ რუსულ ხელისუფლებას და ირაკლი კობახიძეს გამოუვიდეს, პრობლემა არ არის, ჩვენ მოქალაქეები პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც დავიცავთ, ან ვეცდებით რომ დავიცვათ და გულახდილად გეტყვით, ისეთი დროება დგება ჩვენ სინამდვილეში, რომ გარეთ ყოფნა უფრო სამარცხვინოა, ვიდრე საპატიმროში ყოფნა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარეშე. ხო, ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, თუ რუსული რეჟიმი იმარჯვებს შიგნით, ანუ დაჭერილ მდგომარეობა, დაპატიმრება სჯობს იყო დაპატიმრებული, ვიდრე იყო გარეთ და გარკვეულწილად რაღაც გარკვეულწილად ან შიმშილით აღმოხდეს სული, ან იძულებული იყო, რომ გარკვეული მორალური კომპრომისები დაუშვა, ისეთი კომპრომისები, რომლებიც სამწუხაროდ დაუშვეს ჩვენივე თანამოქალაქეებმა თუ თანამემამულეებმა. აქვე უნდა ვთქვა, დავსვა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რას ვაპირებთ ჩვენ მოქალაქეები 29 დეკემბერს, ჩემს სტუმარს კონტექსტში გოგი ალექსიძეს ქონდა გენერალ-მაიორ გოგი ალექსიძეს ქონდა ფრიად საინტერესო მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მან ბრძანა, რომ როგორც მოქალაქეებმა, ჩვენ ამომრჩევლებმა, ისე უცხოელებმაც დასავლეთმაც უნდა დაიცვას პრეზიდენტი ზურაბიშვილი, კერძოდ იგულისხმება ის, რომ ჩვენ უნდა თუ მაინც და მაინც პრეზიდენტი ზურაბიშვილი დარჩება რეზიდენციაში, ხო ჩვენც უნდა ვიყოთ მათთან ერთად და ჩვენც უნდა ვთქვათ, ჩავალთ თქვენი ნებართვით სიმაღლიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ მასთან ერთად და უცხოელებიც უნდა იყვნენ, ნახოთ რა მოხდება, არც თუ დღეს ერთ კვირაში ზუსტად არც თუ დიდი დროა დარჩენილი 29 დეკემბრამდე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი კი კვლავ მინდა თქვა, რომ იყო შემდეგი, ის რჩება კონსტიტუციის ერთგული, ის რჩება საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლად და შეიარაღებულ ძალებს მან მოუწოდა არა კვლავ ვიმეორებს სამხედრო გადატრიალებისაკენ, რასაკვირველია ეს არ არის სწორი, არც იქნება სწორი, არამედ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისაკენ და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებული ძალების ცალკეული ოფიცრები სწორედ სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებენ, ითვლიან, რომ ამ ქვეყნის გარუსება, ამ ქვეყნის გარუსეთება, რუსეთის ფრთებქვეშ მოქცევა, მით უფრო იმ დროს და იმ დროებაში, როდესაც რუსეთი ყველგან ან ბევრგან უკრაინაში მარცხდება, ახლო აღმოსავლეთში მარცხდება, კავკასიის რეგიონშიც ძალიან უჭირს, შავი ზღვის რეგიონში უჭირს და უჭირს. ხო, რუსეთთან ერთად ყოფნა არ შეიძლება, ამას ითქვიან შეიარაღებული ძალები, რომლებიც ამერიკელების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, 2000-იანი წლებიდან, ხო, არის შექმნილი ეს შეიარაღებული ძალები, რომ არა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომ არა უზარმაზარი კონტრიბუცია ამერიკელებისა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ვერ იქნებოდა ისეთი, როგორც ჩვენ გვყავს, ჩვენ მართლა კარგი, ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს, სხვა თუ არაფერი ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ცალკეულმა ჯარისკაცებმა, ათასობით ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ავღანეთსა და ერაყში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და საერთაშორისო მშვიდობა დაიცვა ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის, ეს ადამიანები თავდაცვისთვის ეს ადამიანები ასრულებენ და მომავალშიც შეასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ გაანადგურებინებენ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, ამ სტრუქტურას, რუსეთს და რუსეთის მიერ ხელდასმულ ბიზინა ივანიშვილს ქართული ჯარის ერთგული მთავარსარდლის სიტყვა ჩემი მოსაზრებით მოისმინეს თავდაცვის უწყებაშიც და იქაც იქნება ქოთქოთი, მეთქი ასე ვიტყვი, ქოთქოთი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა უპასუხოს შეიარაღებულმა ძალებმა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რასაკვირველია თქვენთან ერთად შეიბაყურებელი მესალმება ამასობაში. მე ახლა ვიმყოფები რუსთაველის გამზირზე, ჩემს ზურგს უკან არის ჩემს ზურგს უკან დაოდნავ მარცხნივ არის რუსთაველის თეატრი და შესაბამისად მარჯვნივ არის ოპერის
თეატრი. ხო, შეიარაღებული ძალები გაის სიგრძე განებენ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა სამოქალაქო ხაზგასმით ვამბობ პოზიციის დაფიქსირება. ქართული ჯარის ერთგული მთავარსარდალი და მთავარსარდლის ერთგული შეიარაღებული ძალები სამოქალაქო პოზიცია შეიარაღებული ძალებისა არის მნიშვნელოვანესი. მე ცალკეულ მოქალაქეებს მინდა ყველა მოქალაქეს მინდა მადლობა გადაუხადო ვიც ახლა რუსთაველზეა. ჩვენ არ უნდა ჩამოვაგდოთ ფოთოლი და აი ამ შვიდობიანი გზით როგორღაც უნდა გადავტეხოთ ეს ხელისუფლება და სწორედ შვიდობიანი გზით ხელისუფლების გადატეხვა განაპირობებს ჩვენს გამარჯვებას კი მე მესმის რომ ბევრ ჩვენგანს აქვს ცდუნება რომ დაუპირისპირდეთ ომონს, სპეცრაზს, რობოკოპებს თუ ამ ბანდიტებს რომლებსაც ივანიშვილი თავკაცობს, მაგრამ გაი ჩვენი ფერი და ჩვენი შტრიხები რომ შეიზინოს ამ რევოლუციურმა პროცესმა, ჩვენ სწორედ მშვიდობიანად დიდხანს შესაძლოა, მაგრამ არც თუ დიდხანს მეორე მხრივ უნდა ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე და ვიყვიდოთ საქართველოს გაიმარჯვებს მშვიდობიანად, რომ ამ ბანდიტებს არ მივცეთ ფორმალისტური უფლებაც არასწორი სიტყვა საბაბი, რომ მათ ტყვია ისროლო, თუმცა ივანიშვილი ისეთია, რომ უმიზეზოდაც, უსაბაბოდაც შეიძლება მან ისროლოს შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ, ესეც ფაქტია კიდევ ერთი მაყურებელი მომესალმა ამასობაში და ჩემი მაყურებელი და მასაც ცხადია უხდი მადლობას. მოკლედ ეს იყო სწორი აზროვნება, ეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები ხვალამდე იშლებიან, ხვალ კვლავ შევიკრიბებით და შევიკრიბებით კიდევ დიდხანს, კიდევ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, ვიდრე ივანიშვილი არ დაურეკავს სალომე ზურაბიშვილს და თავისი იმერული კილოკავით არ ეთქვის. შევხვდეთ სალომე, შევხვდეთ, იმიტომ რომ მე უკან ვიხევდი ივანიშვილი დაიხევს მეგობრებო უკან და ამის წმენა, ამის იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულები და ჩვენი სიმტკიცე განაპირობებს იმას, რომ ივანიშვილიც დაიხევს უკან და ჩვენი ქვეყანაც დასაკვირველია გაიმარჯვებს. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს იყო დაახლოებით 18 წუთიანი სწორი აზროვნება რუსთაველის გამზირიდან. გამარჯვებას არა მხოლოდ გისურვებთ, ეს ცხადია რომ გისურვებთ, მე გამარჯვებაში თავად დარწმუნებული, არამედ გამარჯვებას მე თქვენთან ერთად ვიზეირებ წელსაც, მომავალ წელსაც და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ესეთი მაჟორული განწყობა გვექნება. საქართველოს გამარჯვებული ქვეყანა უკვე და მომავალში ხომ ეს გამარჯვება გაფორმდება და გაფორმდება. ნახვამდის.